თუ ოდესმე გითამაშია მაგნიტებით, იცი რომ მათ შორის განსხვავებაა. არსებობენ ისეთი მაგნიტები, რომლებსაც ვიყენებთ მაცივარზე რაღაცების მისამაგრებლად, რომლებიც უფრო სუსტები არიან, მაგრამ ასევე არსებობენ უფრო ძლიერი მაგნიტებიც, რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ. მაგრამ ძლიერი მაგნიტების შექმნის საიდუმლო ერთ ელემენტშია. ამიტომ დღეს ნეოდინის მაგნიტებზე ვისაუბრებთ. მეტი გვიამბე ინჟინერიაზე. დღეს ვისაუბრებთ თანამედროვე ინჟინერიის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ მასალაზე, ნეოდიმიუმის მაგნიტზე. ოდესმე დაფიქრებულ ხარ, როგორ შეიძლება პატარა მაგნიტი იმდენად ძლიერი იყოს, რომ მასზე ბევრად მძიმე საგნების აწევა შეძლოს? ან როგორ ახერხებენ ეს მაგნიტები ასეთი ძლიერი მაგნიტური ძალის შენარჩუნებას, თუნდაც უკიდურეს პირობებში? სინამდვილეში პასუხი იმ უნიკალურ ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებშია, რომლებიც ნეოდინს გამორჩეულ მასალად აქცევს. მაგრამ რა არის სინამდვილეში ნეოდინის მაგნიტი? ამის გასაგებად უნდა დავიწყოთ საფუძვლებიდან. ნეოდინის მაგნიტი ჩვეულებრივი მაგნიტი არ არის, როგორიცაა ისინი, რომლებსაც მაცივარზე აკრავთ. სინამდვილეში ის მეტალის შენადაგია, რომელიც ძირითადად ნეოდინისგან, რკინისა და ბორისგან შედგება. ელემენტების ეს კონკრეტული კომბინაცია ქმნის მასალას, რომელსაც აქვს უკიდურესად ძლიერი მაგნიტური თვისებები. ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე სხვებ, ვიდრე სხვებს. ტრადიციული ფერიტის ან ალნიკოს მაგნიტები. ნეოდინი არის ქიმიური ელემენტი, რომელიც ლანტანიდების ჯგუფს მიეკუთვნება. ასევე ცნობილია როგორც იშვიათი მიწები. მაგრამ რატომ იწვევს სწორედ ამ ელემენტების კომბინაცია ასეთ ძლიერ მაგნეტიზმს? პასუხი ნეოდინის ატომურ სტრუქტურაშია. იცით რა ხდის მასალას მაგნიტურს? ყველაფერი ელექტრონებით იწყება. თითოეულ ელექტრონს აქვს თვისება, რომელსაც სპინი ეწოდება და ის შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც პატარა ბრუნვა. როდესაც ბევრი ელექტრონის სპინი ერთსა და იმავე მიმართულებით არის გასწორებული, ისინი ქმნიან კოლექტიურ მაგნიტურ ველს. ნეოდინიუმში კონკრეტულად 4F შრის ელექტრონებს აქვთ განსაკუთრებული თვისება. ისინი ახერხებენ თავიანთი სპინების ძალიან სტაბილურად გასწორებას სხვა მასალებთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ ნეოდინიუმს აქვს ბუნებრივი უნარი წარმოქმნას ძლიერი მაგნეტიზმი. მაგრამ მოიცადე, თუ სუფთა ნეოდინიუმი უკვე მაგნიტურია, რატომ ჭირდება რკინისა და ბორის დამატება? პასუხი ისაა, რომ შენადნობი Nd2Fe14B, რომელიც ნეოდინიუმის ყველაზე გავრცელებული მაგნიტის ქიმიური ფორმულაა, ქმნის განსაკუთრებულ კრისტალურ სტრუქტურას, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს მაგნეტიზმს. რკინა თავის მაგნიტურ შესაძლებლობასაც ამატებს, ხოლო ბორი ხელს უწყობს კრისტალური სტრუქტურის სტაბილიზაციას და ზრდის მასალის კოერციულობას. თუ არ იცით, კოერციულობა ტექნიკური ტერმინია, რომელიც ნიშნავს მასალის წინააღმდეგობას მაგნიტიზაციის დაკარგვის მიმართ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რაც უფრო მაღალია კოერციულობა, მით უფრო რთულია მაგნიტის დემაგნიტიზაცია. ეხლა ვისაუბროთ იმ ფიზიკურ მახასიათებლებზე, რომლებიც ამ მაგნიტებს ასეთ განსაკუთრებულს ხდის. ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებიდან ერთ-ერთი არის მაგნიტური ენერგიის სიმკვრივე, რომელსაც ასევე ენერგიის მაქსიმალურ პროდუქტს უწოდებენ. ნეოდინიუმის მაგნიტებს აქვთ მაგნიტური ენერგიის სიმკვრივე, რომელიც აღწევს 50 მეგაგაუს უერსტედს, რაც დაახლოებით 10 ჯერ მეტია, ვიდრე ტრადიციული ფერიტის მაგნიტები. ეს ნიშნავს, რომ ბევრად მცირე მოცულობაში ნეოდინიუმის მაგნიტს შეუძლია გაცილებით ძლიერი მაგნიტური ძალის წარმოქმნა. აი, რატო ხედავთ ნეოდინიუმის მაგნიტებს ასეთი პატარა ზომის, მაგრამ შეუძლიათ მძიმე საგნების აწევა. მაგრამ როგორ წარმოიქმნება ეს მაგნიტური ძალა ზუსტად? როდესაც თქვენ მაგნიტიზებთ მასალას, თქვენ აწყობთ მის შიგნით მიკროსკოპულ მაგნიტულ დომენებს ერთ ხაზზე. წარმოიდგინეთ თითოეული დომენი როგორც პატარა მაგნიტი. როდესაც ეს პატარა მაგნიტები ყველა ერთ მიმართულებას უჩვენებს, მათი მაგნიტური ველები ერთიანდება და ქმნის ბევრად უფრო ძლიერ მაგნიტურ ველს. ნეოდინიუმის მაგნიტში ნეოდინიუმ რკინა ბორის შენადნობის კრისტალური სტრუქტურა საშუალებას აძლევს ამ დომენებს ძალიან ეფექტურად განლაგდნენ და დიდი ხნის განმავლობაში დარჩნენ სწორად განლაგებულნი. ეს არის ის, რაც ნეოდინიუმის მაგნიტს მუდმივს ხდის. ანუ ის ინარჩუნებს თავის მაგნიტიზაციას გარე ენერგიის წყაროს გარეშე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიზიკური თვისებაა კიურის ტემპერატურა.
იცი რა ხდება, როცა მაგნიტს ათბობ? ხოლო ტემპერატურის ზრდასთან ერთად თერმული ენერგია იწყებს მაგნიტური დომენების სწორების არევას. არსებობს კონკრეტული ტემპერატურა, რომელსაც კიურის ტემპერატურა ეწოდება, რომლის დროსაც მასალა სრულად კარგავს მაგნიტიზაციას. ნეოდინის მაგნიტებისთვის ეს ტემპერატურა დაახლოებით 310 გრადუსი ცელსიუსია. ეს შედარებით მაღალია სხვა მაგნიტებთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ ნეოდინის მაგნიტებს შეუძლიათ შეინარჩუნონ მაგნიტური ძალა ტემპერატურის ფართო დიაპაზონში, რაც მათ მრავალი სამრეწველო გამოყენებისთვის შესაფერის ხდის. მაგრამ რა არის ამ უკიდურესი მაგნიტური ძალის საიდუმლო? პასუხი იმ თვისებაშია, რომელსაც გაჯერების მაგნიტიზაცია ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ ნეოდინი შეუძლია მიაღწიოს მაგნიტიზაციის მდგომარეობას, რომელიც ძალიან ახლოსაა მის თეორიულ მაქსიმუმთან. როდესაც ეს მაღალი კოერციულობით არის შერწყმული, შედეგად ვიღებთ მასალას, რომელიც არამხოლოდ წარმოქმნის ძალიან ძლიერ მაგნიტურ ველს, არამედ ამ ველს სტაბილურადაც ინარჩუნებს. ნეოდინის, რკინისა და ბორის შენადნობის ტეტრაგონალური კრისტალური სტრუქტურა ქმნის ძალიან ძლიერ მაგნიტურ ანიზოტროპიას, რაც ნიშნავს, რომ მასალას აქვს მაგნიტიზაციისთვის მკვეთრად გამოხატული პრეფერენციული მიმართულება. ეს ხელს უწყობს როგორც კოერციულობას, ასევე მაგნიტური ველის სტაბილურობას. ეხლა შეიძლება იფიქროთ, თუ ნეოდინი ასეთი ძლიერია, რატომ არ ვიყენებთ ნეოდინის მაგნიტებს ყველაფერში? კი, არსებობს გარკვეული შეზღუდვები. პირველ რიგში, ნეოდინი მტვრევადი მასალა და შეიძლება ადვილად გათხვეს, თუ მასზე მექანიკური ზემოქმედება მოხდება. მეორეც, ის კოროზიისადმი მგრძნობიარია, განსაკუთრებით ტენიან გარემოში. ამიტომ ნეოდინის მაგნიტები ხშირად დაფარულია ნიკელით, სპილენძით ან ოქროთი, რათა დაიცვას ისინი. მესამე, მისი ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე ტრადიციული მაგნიტების. და ბოლოს, ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, კიურის ტემპერატურასთან ახლოს, მაგნიტი იწყებს თავისი მაგნიტური ძალის დაკარგვას. მაგრამ ამ შეზღუდვების მიუხედავად, ნეოდინის მაგნიტებმა რევოლუცია მოახდინეს უამრავ სფეროში. ისინი გამოიყენება მაღალი ეფექტურობის ელექტროძრავებში, ქარის გენერატორებში, კომპიუტერის მხარ დისკებში, უსასმენებში, საავადმყოფოებში მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაში და ასევე აეროკოსმოსულ ტექნოლოგიებში. ნეოდიმიუმის, რკინისა და ბორის უნიკალურმა ქიმიურმა და ფიზიკურმა თვისებებმა შექმნა მასალა, რომელიც ტრადიციული მაგნიტების შეზღუდვებს აჯარბებს. თუ დღეს თქვენ პატარა Bluetooth უსასმენს იყენებთ და გამორჩეული ხარისხით სარგებლობთ, ეს იმითომ ხდება, რომ ურსასმენის აუდიო დრაივერები შემცირდა ნეოდიმიუმის მაგნიტების გამოყენებით ხარისხის დაკარგვის გარეშე. და იცით, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ინოვაციებზე ისეთ მასალებში, როგორიცაა ნეოდიმიუმი, ჩვენ გულისხმობთ პროფესიონალებს, რომლებმაც ბრწყინვალე იდეა ჰქონდათ და შეძლეს მისი გარდაქმნა პროდუქტად, რომელსაც მილიარდობით ადამიანი ყოველდღიურად იღრმებს. ხომ არ იცოდით, როგორ ახერხებენ ნეოდიმიუმის მაგნიტები, ასეთი ძლიერი იყოს? ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რამდენი ასეთი მაგნიტი გაქვთ სახლში, თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებში დამალული? დაწერეთ კომენტარებში, მაინტერესებს. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, რათა გააფართოვოთ თქვენი ცოდნა და დააკმაყოფილოთ თქვენი ცნობის მოყვარეობა. თუ გსურთ მხარი დაგვიჭიროთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ღილაკს და იფიქრეთ იმაზეც, რომ არხის წევრი გახდეთ. სულ ეს იყო ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და მომავალ ვიდეოში ვნახავთ.